ხალიშვილი გაღმიდან კოლხეთის ჭირაღდნები იყო შაშვი მგალობელი. ამ ყველასთვის საყვარელ და ცნობილ მხატვრულ ფილმებს ერთი საერთო გმირი ჰყავთ. მედია ჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის სამსახველი ფოტოები დღეს ეროვნულ არქივში გამოიფინა. მსახიობის 90 წლის იუბილესადმი მიწყნილ ექსპოზიციაზე პორტრეტები, თეატრალური როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის სურათები იყო წარმოდგენილი. მედია ჯაფარიძე 90, ასე ჰქვია ალბომს, რომელიც სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადდა. გამოცემა ყველა ცნობილ ფოტოსურათს აერთიანებს. ქალთა მედიას უამრავი უკრავი სახე აქვს შექმნილი ქართულ სცენაზეც და კინემატოგრაფიაშიც, ამიტომ ჩვენ ამოვარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლები, რომელთა ფოტომასალა წარმოადგენთ დღევანდელ გამოფენაზე, ასევე წარმოადგენთ ბიოგრაფიული ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები, მოვაწყოთ პატარა კინოჩვენება და მინდა დიდი მადლობა მოვუხადო მის ოჯახს, რომელმაც მთელი ეს დოკუმენტები შეაგროვა, დღემდე რუდუნებით მოიტანა და ეროვნულ არქივს საჩუქრად გადმოსცა. ძალიან ბევრი რამეა კონკრეტული ადამიანებისთვის გაკეთებული და უცნაური არის, როდესაც ასეთი სიტყვა ვარსკვლავს ვერ იტანდა, არც უყვარდა ასეთი მსახიობი, ასეთი მონაცემების ადამიანი, რომელსაც გრამი ეგოიზმის არ გააჩნდა და საკუთარ მოვლას და საკუთარ ფუფუნებას არ გადაყოლია, საოცრად ეხმარებოდა ადამიანებს. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა შეფასება იმ ღვაწლის, რაც მისი ქვეყნისთვის, მისი სათაყვანებელი საქართველოსთვის. მისგან არასოდეს არ გამიგონია სიტყვა პატრიოტი, მისგან არასოდეს არ გამიგონია, მაგრამ თვითონ იყო ის ადამიანი, ვინც ემსახურა თავის ქვეყანას. ღონისძიების ფარგლებში ცნობილი ქართველი მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ფრაგმენტების ჩვენებაც გაიმართა. მოწვეული სტუმრები ქეთო და კოტეს გადაღების დეტალებს, მედია ჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლიან პერიოდსა და სხვადასხვა სპექტაკლის ამონარიდებს გაეცნენ.